ახალ კულტურის სამინისტრო რეგიონებში მუსიკალური სასწავლებლების აღდგენას იწყებს. ამ მიზნით მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ფოთს სტუმრობდა. ქალაქის მერთან ერთად მინისტრის მოადგილემ ის საკითხები განიხილა, რომელიც ფოთის მუსიკალური ტექნიკუმის აღდგენას უკავშირდება. გარდა ამისა, როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განმარტა, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაგეგმილი კონცერტებია, რომელიც რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას მოიმსახურება. საერთო ჯამში მთელ საქართველოში 120-მდე კონცერტი შედგება. კულტურის სამინისტროს პრიორიტეტად წელს უკვე ასე დავსახეთ რეგიონალური განვითარება, კულტურული, რა თქმა უნდა. დაგეგმილია დაახლოებით 120 კონცერტი საქართველოს მასშტაბით. ჩამოყვანილია ჯგუფი, რომელიც ჩაატარებენ მასტერ-კლასს. მე დავნიშნე, რომ ეს ვიზიტები ძალიან ხშირი იქნება ჩვენს ქალაქში, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ასე ვთქვათ, ქალაქის ხელისუფლება გვერდში უდგას სწორედ ამ პროექტების განხორციელებას.